როგორ ფიქრობთ, ჯამში რამდენი ჯინჯერის ორცხობილა გამოვაცხვა საავადმყოფოდ? ამას წინათ გაგიზიარეთ, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღში მასტერკლასის ჩასატარებლად ვემზადებოდით და არ დაგიმალავთ 100 ორცხობილაზე მეტი გამოვაცხვა. ეს ფორმები კი მშველელად მომევნია. ახლა მინდა გაგიზიაროთ შინაური, გემრიელი და ჩემი ბავშვიკების საყვარელი ორცხობილის რეცეპტი. ძალიან დაბალ ცეცხლზე გავადნოთ შაქარი და როდესაც კარამელი მზად იქნება, ძალიან ნელა და ეტაპობრივად ვასხამთ ადუღებულ წყალს. შემდეგი ეტაპია კარაქი, მარილი, დარიჩინი, სანელებლები, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ჯინჯერი დაუმატოთ და თაფლი. ამ შემთხვევაში თაფლი არ დავუმატებია, რადგან ძლიერი ალერგენია. ბოლოს კი 1 ჩაის კოვს სოდას ვუმატებთ ჩვენს მასას და ჩქარი მორევით ვათავსებთ მიქსერში. დავუმატებთ კვერცხს და შემდეგ ფქვილს ეტაპობრივად. მიქსერზე ვცვლით კაუჭს და ვამატებთ ფქვილს, სანამ არ მივიღებთ ასეთ წებოვან მასას, რომელსაც მაცივარში დავაყოვნებთ, გახდება მკვრივი და სტაბილური. დაახლოებით 2 საათის შემდეგ შეგვიძლია გამოვიღოთ ცომი, დავამუშავოთ ხელით და გამოვჭრათ სასურველ ფორმებად. როგორც უკვე გითხარით, ორცხობილები არის ნეიტრალური, უგემრიელესი და ყოველგვარი ალერგენის გარეშე. ჩემს ოჯახში ორცხობილების მორთვა უყვართ, მაგრამ მორთული ორცხობილების მირთმევა არა. ამიტომ ყოველთვის ვამზადებთ მეტობით და არ ვთავთ. რომ გინახათ პატარების გაბრწყინებული სახეები, მიხვდებოდით, რატომ მოვამზადე ამდენი. გემრიელად მიირთვით.